შეიცვალეს, მესამეც შეცვალეს. ერთი აგერამახ ადგილზე და ერთი წეიღეს. ერთი დაყენია ზედა. და მიზეზად რა სასახელებენ, რატომ ცვლიან? არაფერი არ ვიცით. არც გვეკითხებიან არაფერს. მოვიდნენ შეცვალე გეერე წევიდნენ. დაწერეს ნარიად. და თანხა რამდენია გადასახადი? 150 უნდა გედიხაროს ეტაპორით. და ის წინა მრიცხველი რაც ეყენა, ვარგისი იყო? კი, აგერ არის ახლა და ახლა შევამოწმოთ. მუშაობს, რაზე ხსნი? 150 წელს პენსიონერი კაცი ვარ, მე და ქალი ვარ. მეტი არ არის. ვარგისიანი არის, ვარგისიანი, მაგრამ შემოწმებული ლაბორატორიისგან. გას კანტორაში რა გითხრეს, რის გამო ვცვლითო? არაფერი არ ვარგია, усё მეტი არაფერი. ამათელშია მე ვერ ვიპოვე სამართალს. მრიცხველები თქვენს შეგაცვლევინეს? როცა დავაყენეთ ხო? შევცვალეთ მრიცხველი კი. მინდა კიდე ხელახალი შეცვლა ითხოვეს ხო? კი, ეხლა ხო დააყენეს ახალი კაცო. მე რამდენიც დააყენეთ უკვე? ეგ აღარ ვიცი. და გააქვთ საშუალება რომ გადაიხადოთ ახლა საჭირო თანხა? არა, რისა მაგ პენსიონერი ვარ. ჩვეულებრივად ვცვლით ჩვენი კომპანია სოკარ ჯორჯია გაზის მრიცხველებს ვცვლით, მოძველებულ მრიცხველებს, ძირითადად იცვლება მოძველებული მრიცხველები, რომელსაც შემოწმების ვადა გასული აქვს, ან რაიმე დეფექტური სიტყვაზე შეხედულებით. მრიცხველი იცვლება სემეგის 38 მუხლის დადგენილების შესაბამისად, მე-12 დადგენილების 38 მუხლის შესაბამისად. ჩვეულებრივად ბარდებათ აბონენტს აქტი მრიცხველის შეცვლის, სადაც მითითებულია ძველი მრიცხველის, ახალი მრიცხველის ჩვენება, მონაცემები, ყველაფერია მითითებული, ილუქება მრიცხველი თვითონ აბონენტის წინ, დალუქული მრიცხველი მოდის ბიზნეს ცენტრში. ამის შემდეგ აქტის შესაბამისად აქტში მითითებულია იქ, რომ 2 კვირის ვადაში ჩვეულებრივად მოსახლეს შეუძლია მობრძანდეს დაწეროს განცხადება, გაიგზავნება მრიცხველი ლაბორატორიაში, თუ მრიცხველს არავითარი დეფექტი და არავითარი პრობლემა არ აქვს, არ დაერიცხებათ არაფერი მოსახლეობას. თუ მოვიდა მრიცხველი რომ კარგია, ამ შემთხვევაში ჩვენ უტოვთ მას, ან უბრალოდ მოსახლეს ეძლევა უფლება რომ თუნდაც ძველი მრიცხველი დაიტოვოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძველი მრიცხველი დატოვას არავინ არ ისურვებს, ვინაიდან ახალი მრიცხველი უყენე, ახალ მრიცხველს უყენებს უფასოდ. ყველა გამოტანა, ყველა სამუშაო სრულდება ჩვენს მიერ ჩვენი ხარჯებით. და თუ არ მოუმართა სემეგის 38 მუხლის დადგენილების შესაბამისად მოსახლემ მრიცხველის შეცვლის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, ამის შემდეგ მაშინ ერიცხება მოსახლეს გადასახადი.